Patriarchis პრემია ივერია, რომელიც უკვე მე-12-ეთ თუ მე-14-ეთ ბატონო ნუგზარ მე-12-ეთ ჩატარდა და დამერწმუნებით რომ პროექტი, რომელმაც 12 წელს გაუძლო, ნამდვილად ღირსეულია. სწორედ ამიტომ სანამ გავაგრძელებდეთ და ჩვენ შემდეგ მონაწილეებს გამოვაცხადებდეთ, ბატონო ნუგზარ, გთხოვთ თქვენ მობრძანდეთ ჩვენთან. ჩვენი მეგობარი პრემია ივერია და მისი უცვლელი ორგანიზატორი ბატონი ნუგზარ ჭიაბერაშვილი. ნუგზარ, მადლობა იმისთვის, რომ ასე ძალიან კარგ პროექტს აკეთებ და მადლობა იმისთვის, რომ ასე ძალიან მაგარ ადამიანებს გაგვაცნობ ხოლმე. საღამოშვიდობის, მადლობა ქალბატონქეთი. პირველ რიგში მადლობა იმისთვის, რომ ქართულ კულტურულ ნაწილში ძალიან დიდი წვლილი გაქვთ თქვენ, მათ შორის ჟურნალისტურ ცხოვრებაში და იმსახურებით საქმეს, რომელსაც ძალიან დიდი სირთულეები აქვს, ეს არის ჟურნალისტიკას, მართალი სიტყვის თქმა და იმსახურებით საქმეს, რომელსაც კულტურა ქვია და ხელოვნება. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპზე ეს არის ბავშვების, ახალგაზრდების მსახურება. ყოველი მათგანი ვიცი, ყოველი მათგანი დაგიბრუნდებათ აბსოლუტურად სიკეთებ, დაგიბრუნდებათ იმ ნაწილად, რა ნაწილსაც ქვია მათ შორის მათში ჩადებული თითოეული ის ლექსი, ის სტროფი, ის გულწრფელი სიტყვა, ის მიდგომა, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები საომავლო მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ქვია, ეს არის კულტურული ნაწილი, კულტურული აღზრდა, კულტურული მემკვიდრეობის ხელიდან ხელში გადატანა და არავინ არ ვიცით ეს თქვენთან, თქვენს ღონისძიებაზე, სცენაზე, რომელი მომავალი ვარსკვლავია და სან შეიძლება სულად უკვე ვარსკვლავია და ჩვენ ვერ ვხედავთ ამას ადამიანები ხშირად გვემართება ხოლმე ეს და ამიტომ ყველაფერი იმისთვის ძალიან დიდი მადლობა რასაც თქვენ აკეთებთ. რაც შეეხება პრემია ივერიას, მე არ ვიცი თუ არის ეს ქალბატონი დღეს ჩვენთან. ის ქალბატონი დღეს ჩვენთან არის, იმიტომ რომ ჟურნალ ცისარტყელას რედაქტორია და ესეც სხვათა შორის სიურპრიზია და ახალი შანსია ამ ქალბატონისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წიგნის და პროექტის ავტორია. მადლობა. ერთი სხვანაირად მინდა დავიწყო შემოვლითი გზით ისევ ბავშვურ ასაკს დაუბრუნდები, ისევ საბავშვო ნაწილს დაუბრუნდები. ჩვენ ხო ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და ბავშვობისკენ მივდივართ ყოველთვის. ბავშვების გარეშე ცხოვრება ფაქტიურად წარმოუდგენელია, არ შეიძლება, შეუძლებელია და არ ვიცი კიდე რა უარყოფით შეიძლება ითქვას ბავშვის გარეშე ცხოვრება. ამიტომ ბავშვების აღზრდაზე ზრუნავს ეს ქალბატონი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ ზღაპარი. და ეს ნომინაცია თუ არ ვცდები წლის საუკეთესო ზღაპარი იყო და მოდი თქვენ გამოვაცხადეთ ქალბატონს. წლის საუკეთესო ზღაპარი პრემია ივერიაზე. თამარ მახარაშვილი, ჟურნალ ცისარტყელას რედაქტორი. ქალბატონი თამარი პრემია ივერიაზე არ იმყოფებოდა და არც თქვით გავიგეთ, მაგრამ არ ვუთხარით. შემოვინახეთ სიურპრიზად. ამას ძალიან დიდი თვეში უნდა. პატრიარქის პრემია ივერია. ალბათ ერთ ჩემი ნაკლისა პლუსიც ასახეზე არ ვიცოდი ქალბატონი თამარ მახარაშვილი ვინ იყო და ეს მახარებს, იმიტომ რომ ეს მათავისუფლებს იმ ხშირად ჭყალებში ნათქვამიდან თითქოს არ ერთმანეთს იცნობენ მეგობრობა რაღაც ეს ჩემს მეუღლებელია ყოველად ამიტომ მიხარია რომ ვერ გიცნობდი და ეხლა გაგიცანით რეალურად. ოკეი, ძალიან დიდი მადლობა ბატონ ნუგზარს. ჩემი გვარი მახარაშვილი იმიტომ ვარ რომ ჩემი დანახო ყველას მახარებდეს მეთქი და იმედი მაქვს რომ გვარს გავამართლებ. ამართლებთ ისევე როგორც ბავშვების გულებს ახარებთ თქვენი ზღაპრებით. ხელოვანი ადამიანები ხო იცით რომ გაუშვათ არ გაჩერდებიან. ამიტომ ბატონო ნუგზარ, მადლობა. თქვენ ხართ ჩვენი საპატიო სტუმარი დღეს. ბატონ ნუგზარ ჭიაბერაშვილს ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრა. სხვათა შორის კეთი იყო ჩაწერაზე კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით, შედეგები როცა უნდა გამოცხადებული იყო, დედის დღესთან იყო ეს შედეგის გამოცხადება დაკავშირებული და ამ ეტაპზე მე მუშაობდი ებრაელების ისტორიაზე. მე ვთქვი, კეთი, შენ მაინც იქნები და წადი მეთქი რა. და ერთმა მეგობარმა დამიეკა საღამოს, რომ გილოცავ. მე ვთქვი, რას მილოცავ მეთქი? აქ არის ჩემი მეგობარი დეზი ემანულიძე. რას მილოცავ? მე ვთქვი, რას გილოცავ? გიგო საუკეთესო ნამუშევარი იქნა წარდგენილი, პრემია ივერიამ ჯილდო მიიღო, ივერიისგან ჯილდო მიიღო. ასე რომ ეს ჩემთვის იყო რაღაც ძალიან დიდი სურპრიზი. ჩემმა მეგობარმა გადმომცა ეს სურპრიზი და ძალიან გამიხარდა სხვათა შორის, იმიტომ რომ წეგან ბავშვმა სწორად აღნიშნეს, რომ ნიჭი ოდესღაც ფასდება.
მოდი ბავშვებო. მე ვარ 4 შვილის და 4 შვილიშვილის დედა. მინდა ბედნიერება გისურვოთ და აი ჩემი ზღაპრის გმირებივით. ბედნიერი დასასრული გქონოდეს, დასასრული მართლა დამიფაროს, მაგრამ მრავალფეროვანი ყოფილიყო ჩემი ზღაპრის გმირებივით და ლამაზი დღეები გქონოდეთ. სისარტყელის ფერებად იცხოვრეთ. ლამაზ საქართველოში ცხოვრებას გისურვეთ. მინდა რომ ყველაფერი საუკეთესო გქონდეთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ყველას.